სულეთით აღდგომიდან ქრისტემან ჭეშმარიტ მერთმან ჩვენმან მეოხებით აღოლად უხსენისა დედოფლისა ჩვენი საფრიშობელისა და მარანცხაზულისა მარიამისათა მეოხებითა წმინდისა ცხოვრის ყოფილისა პატიოსა ჯვარისათა მეოხებითა ღირსა მამჩვენისა იოანე ხახულელისა ოქროპი რაწოდებულისა მეოხებითა წმინდათა მართლათა მშობლთა ღვთისა იაკიმანასითა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყარეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარ სახიერ არს დაკას მოყარე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამი ჩვენთან არც არსაიქოს დალოცველი გამყოფოთ გავეხართ რაგაძებოთ ეს არის ჯვრის თაყვანისმის დღეება წელიწადში ორჯერ არის ჯვრის თაყვანისმის დღეება ეს არის ერთი რიცხვით არის უცვლელი ეს არის ახალი წელი 27 სექტემბერი და რადგეუწევს კვირიშომელი დღეს მოძრავი რა თქმა უნდა. მეორე ეს არის აღდგომის მართვის მესამე კვირა. ყოველთვის არის კვირა, აღდგომის მართვის მესამე კვირა. და რიცხვი შესაბამისად არის მოძრავი. ჯვრის ალამალი ქარავდე და შეკეციოს. ქრისტიანებმა უნდა იცოდეს რა თქმა უნდა ჯვარი რა არის. ერთი არ გვწავს რა თქმა უნდა, მაგრამ მისი განმარტება აუცილებლად უნდა იცოდეს. უფალი ასეთ რამეს ამბობს, გიყვარდეს მერქს ეკითხებიან ცნებებთან მიმართებაში. შეიყვარო მერქი მთელი სულით, გულით, გონებითა და ზალით. ანუ მარტო იმი გულით სიყვარული ღმერთისა კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გონებითაც უნდა გიყვარდეს. გონებით სიყვარული ნიშნავს იცოდე. ეს ცოდნას ნიშნავს. ნახეთ, მენა ცოდნის გარეშე მიდის ფანატიზმამდე. აი ფანატიზმამდე მიდის ასეთი მოწმუნეები, რომელთაც ცოდნა არ აქვს. და ცოდნა ღმერთზე და წმენის გარეშე ეს მიდის აპარტავნებისკენ. აი როგორც ეშმაკიანის. აი არის ხოლმე ასე ვთქვათ, მინდა ვისწავლო ღვთისმეტყველება. რაღაცა ესეთ ფრაზა, სიტყვაზე. აი მაგალითად ღმერთზე რომ ბევრი ცოდნა მქონდეს. ერთი შეხედვით კარგი არის, მაგრამ თუ შესაბამისი ხარისხი წმენის არ მოგყვება, ჩემო ძვირფასო. უეჭველი მიხვალ აპარტავნებამდე. ეშმაკმა რო იცის ღმერთზე, იმდეს ვერასდროს ვერ ისწავლე. არა მას არა აქვს მორჩილება უფლისადმი. ის რო ცოდნა გაქვს ღმერთისა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს კარგი არის, ამას კი არ ვარია. მაგრამ წმენის გარეშე ცოდნა არის აპარტავნება. და მედიდურობა და რაღაცა როგორია თავი ადამიანის და პირიქით როცა არის ესეც საშიშია რა თქმა უნდა, როდესაც მარტო წმენა აქვს და რაღაც სულელებს ყვირის არა აქვს ცოდნა, მიდის ფანატიზმამდე. როცა ჯვარზე ვსაუბრობთ, ნახეთ, უფალი ასეთ რამეს ამბობს. რამდენიმე დეტალს გეტყვით ჯვართან მიმართებაში, რამდენჯერ მithქვავს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რომელი ცნებებია ყველაზე ძვირფასიო, ყველაზე მნიშვნელოვანიო, ეკითხებიან უფალს. უფალის ამბობს ორ ცნებას. შეიყვარო ღმერთი შენი მთელი შენი სულით, გულით, გონებითა და ზარით და შეიყვარო მოყვასი შენი როგორც საკუთარი თავი. ამ ორ ცნებაზე დადისო, ყველა ჯულია წინასწარმეტყველება ბრძანებს უფალს. 10 მცნებას რო დააკვირდა, პირველი 4 მცნება ეს არის ღმერთთან დამოკიდებულება ადამიანისა და მეხუთედან მეათემდე ეს არის ადამიანსა და ადამიანის შორის დამოკიდებულებაზე. ანუ ამ ჯულსა და წინასწარმეტყველებაზე დადის, ამ ორ ცნებაზე დადის უფალი რო ამბობს. ნახეთ, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ რომ შეიყვარო ღმერთი შენი, ეს არის კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ხოლო როცა გეუბნება უფალო შეიყვარო მოყვასი შენი, ეს არის კავშირი ადამიანსა და ადამიანის შორის. ხელმა გამოსახა ჯვარი. კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის და კავშირი ადამიანსა და ადამიანს შორის. ანუ, როდესაც უფალი ამბობს, რომ ეს ორი ცნება ამ ორ ცნებაზე დადის ყველაფერი, ესე იგი სრულყოფილება არის ეს უკვე ეს ორი ცნება და ეს ორი რა, კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის და კავშირი ადამიანსა და ადამიანის შორის არის სრულყოფილება. ჯვარი არის სიმბოლო სრულყოფილებისა. მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, ესაც ხშირად მithქვამს ხოლმე. ჩვენ როდესაც დიდი ხნის უნახავ ადამიანს ხვდებით, რომელიც ვიყვარს პატივისცემი. ეგრევე ჩვენგან დამოუკიდებლად, რეფლექსურად ხელები იშლება, გადაეხვიო გინდა და ჩაეხუტო. ხელები ასე არ მიდის, ხელის გულები ადამიანი ვინც გიყვარს იმისკენ და ჩაეხუტო, ხო? და ნახე როგორ არის ჯვარზე მაცხოვარი. ხელის გულები ჩვენსკენ. გვეძახის. მოვედით ჩემ და მარშვალ და პიტმზიმენი და მე განგისვენო თქვენ. და სად მიიღებთ ამ მდგომარეობას, ფიზიკურ მდგომარეობას, ასეც ხელების ამ პოზას თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ არა ჯვარზე. ჯვარცმა ეს არის სახილი მაცხოვრისა ჩვენს მიმართ.
რომ გვეძახის, მოვედი ჩემთან მართლობრივად და კრიტიკიზმენ. ყოველთვის გვეძახის. ძალას არ გვატანს, გვეძახის, სიტყვით გვეუბნება, სიყვარულით გვეუბნება. არასოდეს ძალას არ გვატანს უფალი. თუ გვინდა მივალ, თუ გვინდა არ მივალ. ჩვენი არჩევანია. ოღონდ არჩევანზე პასუხისმგებელი მე ბოლოში ჩვენ ვხდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც. და გვეძახის და ჯვარი გამოყენებული არის ჩვენს აი სიყვარულის სიმბოლო არის ჯვარი ასე. სად მოხდა? რისთვის მოვიდა მაცხოვარი? კაცობრიობის სოდები რომ თავზე აეყო. საკუთარ თავზე აეყო და მომხდარიყო კაცობრიობის სოდებისთვის. სად მოხდა? ჯვარზე. ანუ ჯვარი გამოიყენა ჩვენ გამოსახსნელად. ძველად მაშინ ასეთ რამე არის რომ როცა მსხვერპლი მიყავთ, ეს იქნება თქვათ ფრინველი თუ ცხოველი შესაწირავ. მას როცა კლავენ სისხლს აბკურებდნენ სამსხვერპლოზე. და ნახეთ, როდესაც იოან ღვთისმშობლისგან მიდის მაცხოვარი, იოან ღვთისმშობლის საოცარი სიტყვები: "ახარ ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვენ ცოლვარი სოფლისა." უფლის ტარიგი, უპირველესი ტარიგი ღვთისა, ანუ შესაწირავი კაცობრიობის სოდისათვის. ეს არის იესო ქრისტე, განხორციელებული მაღალი ღმერთი. და საკვდება ის ჯვარზე. მისივე ნებით. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საცხოვნებლად მაცხოვარმა გამოიყენა ჯვარი, როგორც საკურთხეველი, მისი სიკვდილის საკურთხეველი. სადაც თვითონ უნდა მომხდარიყო საკურთხეველი. ანუ თუ მაცხოვარი არის ტარიგი ღვთისა და ნამდვილად ასეა, მაშინ ჯვარი გამოდის საკურთხეველი. და რა თქმა უნდა, უპირველესი არის ტარიგი ღვთისა, თავად უფალი ბრძანებს, რომელი უფრო ძვირფასიაო, რომელიც იწირება თუ ვისთვისაც იწირებაო. და რა თქმა უნდა, უპირველესი ტარიგი ღვთისაა, თავარი ესაა, მაგრამ საკურთხეველი გამოყენებული არის ჯვარი, საკურთხევლად გამოყენებულია ჯვარი, ამიტომ ჩვენი ჯვარი სიწმინდეა. კიდე ერთი დეტალი, უფალი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ მრავალი მოვლენა ჩემდაო, ჩემი ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, 4-ვე მხარედან მოვლენა. სამყაროს 4 მხარი, ჯვარს რამდენი მხარია? 4-ვე მხარი. და ჩვენთან მოვლენ ყველა მხრიდან 4-ვე მხრიდან. ანუ ცენტრში ვინ არის? თავად მაცხოვარი. ჯვრის ცენტრში ვინ დგას? ჯვარცმული მაცხოვარი ჯვარცმული. ყველა მხრიდან გვეძახის, ყველა მხრიდან შეიძლება მისვლის, სადაც არ უნდა იყოს, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან. ანუ ჯვარს რამდენი დაკრიტვა აქვს ჩემო ჯვირფასები. აი რომელი უფრო მნიშვნელოვანია და რომელი უფრო ფასეულია, არის ერთი მეორეზე ჯვირფასი მიზეზია თუ რატო შეიძლება ჩვენ რატო ვარ ჩვენ ქრისტიანები, მართლმადიდებლები ჯვრის პატივისცემელნი. გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ჩვენთან არც ღმერთი. მართლა იყოს. აი ლოცვით უფალო. მომავალ შაბათს კიდე მიცვალებულთა წირვა გვექნება და აქ რა თქმა უნდა. და პარასკევს ხო, მადლობა შემახსენე პარასკევს 6 საათზე, საღამოს 6 საათზე რა თქმა უნდა გვექნება 7 ზეთის ხება.